დღისოთ 2 საათზე მოვიდნენ 4 თანამშრომელი, შემოაღეს კარები და შემოვიდნენ. შემოვიდნენ და არ მომცენ უფლება არსად დატოტების, მითხრენ რომ ჩქედება ჩავატაროთ, იმიტომ რომ თქვენ გინახავთ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ჩხერკის ორდერი არ წარმოიდგინეს, მითხრეს რომ გვაქვსო, მაგრამ არ წარმოადგენენ. დაიწყეს შეხება მოწმების გარეშე. ფაქტობრივად ნახევარი სახლი გაჩხერკილი იყო, უკვე მოწმები რო დაისწრეს. ბავშვებმა დაიწყეს, ბავშვები დაიბნენ და გაგიჟდნენ, ბავშვები ტიროდნენ. მე წამიყვანეს და მითხრენ რომ მეგონს გადაგიყვანოთ ნარკოლოგიურში, იმიტომ რომ გაფრჩენ მიღებ ნარკოტიკულ ნივთიერებას. ზაში მანქანაში ჩამსვეს იქ იყო ზეწოლა პროსის იყო, არ ვიცი გიორგი ქვიოდა. ასე მითხაში გაგაშიშვლებთ, ახლა ისე გადაგიღებთ სურათს და აი მე ნახავ როგორ ალაპარაკტები და აი ნახავ მე როგორ აი ბავშვს რო წაგართმევდა რო ჩავაბარებთ ბავშვს მე ნახავ თაბა როგორ თუ არ გამოაჩენთ რაც აგაქვთ დამალული. მე ვთხოვე წამალი დამალევინეთ, მეთქი რო ცუდა თუ ავარ უკვე მეთქი და წამლის დალევის უფლება არ მქონდა. იქ მიმიყვანეს უბრალოდ ნარკოლოგიურზე შემამოწმეს და აღარაფერი აღარ მომჩნდა და გამომიშვეს მე უკან ოღონ არ წამომიყვანეს თვითონ წამომედის თო 9 საათზე იქედან. დალევის უფლებაც არ მომცეს. სახლებსა ჩხერკავდნენ ჩვენთან ზოგს იარაღი დაუდეს ზოგს რა დაუდეს აბა რა ვიცი მე. ეს ადრე არჩევნების წინ. არჩევნების წინ მოხდა. ხო და წეგანას ყველაზე მეტი ხმა ვაზისუბნიდან წაღებული 90%-ია ვაზისუბნიდან და ვერ იტანენ ვაზისუბანს რომ არჩევნებში ესეთი რამე მოხდა. სახელი გვარებით თუ იცით იმ სამართალდამცავების ვინც გაჩხრიკეს სახლი? არ ვიცი ტონი ქვია, ნუ ტონი მგონი მარკოზაშვილი და დანარჩენი მეტი არ ვიცი მე. გამომძახალია მამუდი ლელაო. ავედი რა ხდება მეთქი და მილიცია, ოღონდ მილიციის ფორმით არც ერთი არ იყო. თქვენ სტუმრები ხართ მეთქი დასავლეთიდან, ლიასვრიდან. არა მილიციაო. შევწვი მილიცია რატომ მეთქი და ალბათ ესია საჭირო წამობძანეთ და უნდა დაგვესრო ჩხეკვაზეო მოწმეთო. ჩემი მეუღლეც დაისწრეს, არაფერი არ აღმოჩენილა.